Distinguished guests, the President of the United States and Dr. Joe Biden, accompanied by the President of the Republic of Kenya and Her Excellency Rachel Ruto. 2024 წლის 24 მაისი ნადიმი თეთრი სახლის ფანჩატურში კენიის პრეზიდენტის პატივსაცემად, რომელიც თანახმაა ჰაიტიში ბაიდენის მარიონეტ მთავრობას აჯანყების ჩასახშობად თავისი ჯარი გაუგზავნოს. Well, welcome to the White House. White House never looked this good. დღეს თეთრი სახლი კაშკაშებს, რადგან ის ჩვენმა სტუმარმა, პრეზიდენტმა რუტომ გაანათა თავისი ვიზიტით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთივე გულაჩუყებული იქნებოდა ბაიდენი, ბიძინა ივანიშვილსაც რომ მიეცა ნადიმის საბაბი და საქართველოს რუსეთთან ომში ჩაება. შესაძლოა დაღუპული ქართული მოსახლეობის გამო ბაიდენს სამძიმარიც ეთქვა და ჰუმანიტარულ დახმარებაზეც მოეწერა ხელი, ისე როგორც ეს 2008-ში იყო. ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდა საქართველოში და მთავრობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაპირდა. მის კვალად იქ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინიც ჩავიდა. საქართველოში რუსეთის ქმედებით მისი როგორც საერთაშორისო პარტნიორის სანდოობას ჩრდილი მიადგა. დიკ ჩეინი დღემდე Deep State-ის მოქმედი სტრატეგია და 2008-შიც ცხადია, მან უკარნახა სააკაშვილს რუსეთთან ომში ჩაბმა. რა იყო მიზანი? როგორც თავად თქვა, რუსეთისთვის ჩრდილის მიყენება, ხოლო დაღუპული ქართველებისა და დაკარგული ტერიტორიის ფასი ჰუმანიტარული დახმარება. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოს. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის. 2008 წელს მოხდა გამოუსერველი შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. შეცდომა, რომელიც ღალატს უდრიდა და რომელიც Deep State-მა 14 წლის შემდეგ ისევ მოითხოვა. თუმცა ივანიშვილის უარი მიიღო, რასაც პასუხად ლანძღვა, შანტაჟი, ჩამოგდების 4 მცდელობა და სანქციები მოჰყვა. სამაგიეროდ კენიის დამჯერი პრეზიდენტი ჰყავს თეთრ სახლს პატივში. პრეზიდენტო რუტო, მისის რუტო, თქვენ სამ ქალიშვილთან ერთად კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თეთრ სახლში. ჩვენი ერთად დგომით სოფლიო დღეს უკეთესი ჩანს. არადა გვერდში მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ფიგურა უდგას. თუ არ იცის, რეიტინგებში ჩაეხედა, თუმცა Deep State-ის მორჩილს ხომ ყველაფერი მიეტევება. პრეზიდენტი უილიამ რუტო 2024 წლის ყველაზე კორუმპირებულ ადამიანად დასახელდა. მას მხოლოდ სირიის ექს-პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უტოლდება. რეიტინგს ორგანიზებულ დანაშაულთა მებრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს. გამოკითხვაში 40,000 ექსპერტი მონაწილეობდა, რომელთა შეფასებით რუტოს პოლიტიკამ კენიის ეკონომიკა ჩამოანგრია. პოლიტიკას რუტოს ცხადია Deep State-ი კარნახობს, სხვის ომში ჩაბმასაც და LGBT პროპაგანდასაც. ერთი ხალხს ფიზიკურად ანადგურებს, მეორე მორალურად. ჩვენ იმდენი სოციალური პრობლემა გვაქვს. რატომ გვახვევთ თავს LGBT პროპაგანდას? რატომ ცდილობთ აგვირიოთ ცხოვრება? ჩვენ გვაქვს განცდა, რომ იდეოლოგიური ბრძოლის ველზე ვართ და ამერიკა გვიდევს. რუტოს კი ბაიდენზე მზე ამოზდის და ბაიდენისთვისაც რუტო ამნათობი. ისევე როგორც ნაცმოძრაობა იყო დემოკრატიის შუქურა და დღემდე ასე იქნებოდა. ივანიშვილს რომ არ ჩამოეშორებინა ძალაუფლებიდან. მან დატოვა უზრუნველი ცხოვრება, შევიდა პოლიტიკაში, დაამარცხა ნაცმოძრაობა და Deep State-ს გამოსტაცა ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან, რაც გაკეთდა, ეს იყო პოლიტიკაში შემოსვლა, მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა განსხვავებული აზრის გამოხატვას. სულ რომ დავიდავანებოთ ქველმოქმედებას და დაუშვათ მის წარმატებულ ცხოვრებას, შევხედოთ თქვათ იმ ფრაზებს, იმ ქცევებს, იმ მიმართულებას, რომ ქვეყანა ცეცხლში და ომში არ არის. აი მხოლოდ აქედან დავიწყოთ და ამისთვის ხალხს არ ვიცი, ალბათ ნობელის პრემიას აძლევთ. ნობელის პრემიას ვინ დაეძებს? ტალახს ესვრიან, რუსეთის აგენტად რაცხავენ, ასანქცირებენ, ოჯახთან ერთად იზოლაციით ემუქრებიან. მაგრამ უკან არიხებს, რადგან საფრთხე ქვეყნის წინ ისევ დგას და არა მხოლოდ ომში ჩათრევის ან ეკონომიკური კრიზისის, არამედ მორალური გადაგვარების სახით. არათუ ის მას ყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავის ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი უნდა იცოდეს. არა, ეს ხო თავისთავად უნდა ყველაფერი გადაიყაროს. მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცია. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის. ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენის, არაფრის ხელის გამძლევი არ არის. ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ. აქ არის წინააღმდეგობა. LGBT ამ გამჭვირვალობის კანონსაც დააბრუნებდნენ, LGBT-საც დააბრუნებდნენ. აი ეს არის სხვაობა ჩვენი. აი ამით მობოქრობენ, რომ ჩვენ ამას იმიტომ რომ ქვეყანა არ უყვარს, უსამშობლოები არიან.
ასანქცირებენ ქვეყნის ინტერესების ღალატის ბრალდებით ადამიანს, რომელიც ნახევარი ცხოვრება მთლიანად ამ ინტერესების სამსახურშია. 30 წელია ექიმივით სინჯავს ქვეყნის სფეროებს და სადაც პრობლემას ხედავს, საკუთარი სახსრებით კურნავს. ნაცმოძრაობაც, როგორც სიმსივნე, ამ პრაქტიკის ფარგლებში ამოჭრა. ფონდი ქართულ მოგეხსენებათ, რომელიც ბატონმა ბიზნა ივანიშვილმა შექმნა, ფუნქციონირებს 1995 წლიდან და ამ ორგანიზაციის ერთადერთი დონორი არის ბატონი ბიზნა და მისი ოჯახი. არასდროს არ იყო ჩვენი ფუნქცია სახელმწიფოს დუბლირება ან ჩანაცვლება, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებოდით მას, სადაც უჭირდა და როდესაც უკვე სახელმწიფო თავის ასე ვთქვათ, ფუნქციების განხორციელებას შეძლებდა და მოწოდების სიმაღლეზე დგებოდა, ჩვენ გვერდზე დგებოდით და უკვე გადავერთებოდით ხოლმე სხვა საქმიანობის განხორციელებაზე. ძნელად მოიძებნება ცხოვრების სფერო, რომელსაც ფონდი ქართულ არ მიშველებოდა. სპორტს მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო და საამაყოა. ადამიანს ასანქცირებენ იმის გამო, რომ არის უაღრესად პატრიოტი, ძალიან დიდი ქართველი, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ახალგაზრდობა, სპორტი, ხელოვნება, კულტურა, განათლება და ძალიან დიდ ყურადღებას, ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს აი ამ სფეროებს ადამიანი. სპორტში აქ იმდენი რამე გაკეთებული, რაც ალბათ საქართველოს ისტორიაში არავის არ აქვს. ეს არის ძალიან დასაფასებელი და მე ვთვლი, რომ ძალიან უსამართლო არის ზოგადად ეს სანქციები და ადამიანებმა და ზოგადად გარე სამყარომ უნდა სწორედ შეაფასოს ეს ყველაფერი. გარე ძალები ცდილობენ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს საქართველოს სხვადასხვა ინტერესების გასატარებლად. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. იმიტომ რომ თუ ვთქვათ, სოფლიო მოექცა ამ ესე ვთქვათ, კოლგის ქვეშ, სადაც უკვე ვთქვათ, ჭეშმარიტი ხედვა ქრება, ძალიან დამძიმდება. ჩვენ ქართველებს ღმერთი გვწყალობს და აუცილებლად ჭეშმარიტ გზაზე ღვთისწყალობით ყველანი გავალთ და მე პირადად ვიძახი, რომ მადლობა იმ მშვიდობისთვის, რაც გვაქვს. დაახლოებით 130 მილიონი დოლარის ქველმოქმედება გასწია ფონდმა ქართულ სპორტში. დახმარება არა მხოლოდ დაწინაურებულ სახეობებს, არამედ მეორე რიგში მდგომთაც გასწვდა და თითოეულმა ისტორიული წინსვლა აჩვენა. ისტორიული იყო მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ქართულ წყალბურთელთა გამარჯვება, სადაც ბოლო ტურში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს სერბეთს პენალტების სერიით მოუგეს. და ისტორიაში პირველად საქართველოს შარშან წყალბურთის მსოფლიო თასზე მოხვდა. ქართული სპორტის და კერძოდ ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ყველაზე ძლიერ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას და არათუ მონაწილეობა მიიღო, დაამარცხა ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და მეორე წრეშიც გავიდა. შარშანვე ასევე ისტორიაში პირველად წყალბურთის მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ამდენად უპრეცედენტო იყო იმის გათვალისწინებით, რომ პირველად ვითამაშეთ უნივერსიადა და პირველივე თამაშზე შევძელით მედლის მოპოვება. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მეტი შეგვეძლო ფინალიც გვეთამაშა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. წარმატების საძირკველში აგური ივანიშვილმა ჩადო. საჩხერეში ოლიმპიური აუზი ააშენა და $1.5 მილიონი ინვესტიციით იქაურ კლუბ ივერიას ისეთი ბიძგი მისცა, რომ ახალი თაობის წყალბურთელთა სამჭედლოდ იქცა. მუნიციპალური აუზები არ არსებობდა და საჩხერეში იყო პირველი ევროსტანდარტული აუზი, რომელმაც ძალიან ბევრი პროფესიონალი წყალბურთელი აღზარდა და მახსოვს რაღაც პერიოდში საქართველოს ჩემპიონებიც გახდნენ საჩხერის ახალგაზრდული გუნდი და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ზოგადად წყალბურთის განვითარებაში უკვე მომავალში. $2 მილიონი დაეხმარა ქართულ კრივის, კარატეს და ჭიდაობის ფედერაციებს და ყველაზე მძიმე წლებში სპორტის ამ სახეობებს პროფესიონალები შეუნარჩუნა. ეს იყო ძალიან დიდი ქველმოქმედება და ძალიან ქართული და ძალიან მაგარი საქმე, რაც გაკეთდა ქართველი სპორტსმენებისათვის, ქართველი მოჭიდავეებისათვის, მწვრთნელების, სპორტში მომუშავე ადამიანებისთვის და ვფიქრობ, მაშინ იმ დროს ძალიან ბევრი სპორტსმენი, ძალიან ბევრი მწვრთნელი და სპორტში მომუშავე ადამიანი შეუნახა ქართულ ფონდის აი ამ მაგარმა ქველმოქმედებამ. დამსახურებული სპორტსმენები და მწვრთნელები ფონდმა ქართულ ჯამში $17 მილიონი დააფინანსა, რამაც მათ სპორტში დარჩენის საშუალება მისცა.
great victory for this young man Zverava. $1.5 მილიონით დაეხმარა ივანიშვილის სამბოს ფედერაციას, რომელმაც ამაგი არაერთი ოქროს მედლით დააბრუნა. როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს პირველობიდან. უნდა იცეკოს, გახარებულია ეხლა ძალიან. უნდა იცეკოს. აუცილებლად უნდა იცეკოს, შეიძლება ცეკვაზეც ფიქრობს კიდევაც უკვე. აიწყება, სწორედ ცეკვას აპირებდა, ეხლა პირჯვარი გადაისახა, ძალიან კარგი ყოჩაღ ნინო, ყოჩაღ, საფირმო ცეკვა. შედეგი სახეზეა, ყავს ძალიან ბევრი მსოფლიოს ჩემპიონი, ძალიან ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი, ძალიან მაგარი ჯანსაღი თაობა, მაგარი ბიჭები და გოგონები და ეს სწორედ აი ამ მაგარი გვერდში დგომის, ამ მაგარი ქველმოქმედების დამსახურებაა, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურა და ძალიან მაგარი სკოლები შეიქმნა ქართულ ფონდის მხარდაჭერით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო აი ამ ძვირფას ადამიანებს, დიდ ქართველებს და ქართული სპორტის გვერდში მდგომ ქართულ ფონდს და ბატონ ბიზინა ივანიშვილს გულითადად მინდა მადლობა გადაუხადო. მხოლოდ საჩხერისა და მერჯევის სტადიონებს ივანიშვილმა $2 მილიონი ჯერ კიდევ ნაცების პერიოდში დაახარჯა. თუმცა შედეგს 10 წელიწადი და ხელისუფლებიდან ნაცმოძრაობის ჩამოშორება დაჭირდა. 2019-ში ჩიხურამ ევროპის მეორე ლიგაზე თურქეთში ბურსას მოუგო. $60 მილიონი ბიუჯეტის გუნდს, რაც ქართულ ფეხბურთში შემოbrunების მკაფიო ნიშანი იყო. მხოლოდ შარშან ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატის კარით შეაღო. საქართველოს აერთია. ფეხბურთის ძალა. მე ვოცნებ, რომ ესეთი გაერთიანებული საქართველო ყოველთვის ვნახოთ. სად იყო ქართული ფეხბურთი აქამდე? რატომ ვერ აღწევდა წარმატებას? იმიტომ რომ სპორტს ნაცები პოლიტიკისთვის იყენებდნენ. ფეხბურთელებსაც ატერორებდნენ და მწვრთნელებსაც. მე მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი გადადგა მეორე დილას. ჩვენთვის კიდევ ვიმეორებ, რომ არ ყოფილა თვითმიზანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა. უახლოეს კვირებში ჩვენ მოვიწევთ რიგარე შეყრილობას, სადაც აირჩევა ახალი პრეზიდენტი. არადა ზუსტად 1 საათით ადრე, 2007 წლის 13 მაისს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატებმა ის პრეზიდენტად აირჩიეს. ყველა მიცოდა რა მოხდა, მაგრამ თქმა ვერ გაბედეს. მხოლოდ აქ-იქ ითქვა ისიც ვარაუდად. პოლიტიკის გარეშე აქ არაფერი არ იქნებოდა, აბა ნემსაძის თავში არ მოვიდოდა, მე არ ვეთყოდი, ხო და ჩემნაირი სპეციალისტი ამ თქვა ვიღაც გულშემატკი არ ეთყოდა, იცი რა, შენ კი აი მოიგე, მაგრამ შენ ღირსი არ ახარ და დავაი გადადიქი, ხო? ეხლა აბსურდია, ესე იგი რაღაცა ზეწოლა იყო ეს აშკარა. მხოლოდ ნაცმოძრაობის რეჟიმის გადაგდების შემდეგ გაბედა ნემსაძემ სიმართლის თქმა. ამერიკა პრეზიდენტო და მითხრა, რომ შიდა არეულობა მაგ და სასტრაფოთო აქ ხელა ბირთვი მაქვს, რომ ეს დამიშლის შემიმასო პოლიტიკურ გუნდსო და როგორც ვიცი ბოკერია უჭერდა მხარს, გაბაშვილი უჭერდა მხარს, ლომაია უჭერდა, უგულავა უჭერდა, აი მათი ძალისხმევით მე შევიდნენ პრეზიდენტად და პრეზიდენტმა მე დამირეკა მე და მე მითხრა, რომ უნდა გადადგე რახან გირეკავს პრეზიდენტი და გეუბნება, რომ 1 საათში უნდა გადადგე, ეგ იმას ნიშნავს, რომ თუ არ წახვალ წინააღმდეგი არანაირ საშუალებას არ მოხსენე მუშაობის. და თითქოს ესეც არ იყო საკმარისი. სანამ ივანიშვილი სტადიონებს აშენებდა, ნაცმოძრაობა არსებულებს ყიდდა, ახურდავებდა და ჯიბეში იდებდა. მხოლოდ თბილისში 30 სტადიონი გააქრეს. ვაკის თუთქალაქის 2 მოედანი, ოქროყანის მოედანი,ავლაბარში არმიის საფეხბურთო კლუბის 2 მოედანი, 34 სკოლის მოედანი, ჩუღურეთში, სპორტის აკადემიის 2 მოედანი,
ქარიშხალას კომპლექსის მოედანი, ელექტროდეპოს 3 მოედანი, ვარკეთილის მოედანი, სპორტ კომპლექს ოლიმპის 4 მოედანი, ლოტკინის სტადიონი, მუხიაში კლუბ სიონის 2 მოედანი, ნორჩი დინამოელების ბაზა და მისი 6 მოედანი, ნინოას ქუჩაზე კლუბ ფეიქრის 2 მოედანი, დიდუბეში მაუდ კამბოლის 2 მოედანი, ტექნიკური უნივერსიტეტის 2 მოედანი, ხმელნიცკის ქუჩაზე მერანის მოედანი, მესხის საფეხბურთო სკოლა ავაზა 4 მოედნით. ეს პირველივე წლებში მიტაცებული მოედნებია. პროცესი არც შემდეგ შეჩერებულა. მე მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში. ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა წლების მანძილზე ბათუმი იყო ეს საფეხბურთო ქალაქი იყო დარჩენილი სტადიონის გარეშე. 1935 წელს აშენებული 18000 მაყურებლიანი სტადიონი ზღვისპირა სტადიონების მსოფლიო სამეულში იყო. ქართული ფეხბურთის მემატიანე 2006 წელს დაანგრიეს და ადგილი სასტუმროსთვის გაყიდეს. აქ იყო სტადიონი, რომელიც აშენდა 1935 წელს და ტევადობა იყო 18000 კაცი იყო და 2006 წელს მოხდა დემონტაჟი 2 ტრიბუნის, რომელსაც ჯუნგლებს ეძახდნენ. შემდეგ ნელა უკვე ფეხბურთიც ჩაკვდა რა აჭარაში. ნაცმოძრაობა წლების განმავლობაში ატყუებდა ხალხს. ვაშენებთო და ბათუმის ფეხბურთის გარეშე იყო დატოვებული. ბათუმის სტადიონი ქართულმა ოცნებამ ააშენა, თანაც მსოფლიოში გამორჩეული. 2022-ში კი ბათუმის დინამომ ხვიჩა კვარაცხელია მიიწვია და წლობით უფეხბურთოდ დარჩენილმა ბათუმელებმა შიდა თამაშებზეც დაიწყეს სტადიონის გავსება. ნაცმოძრაობამ სტადიონის გარეშე დატოვა ხაშურიც. სპორტისთვის ფული არსად და არასდროს იყო, არც ერთი სახეობისთვის. მხოლოდ 10 წლის შემდეგ 2019-ში დაიწყო ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია. შესაბამისად ნაცმოძრაობის წყალობით ფეხბურთმა ხაშურში მოთამაშეთა მთელი თაობა დაკარგა. 10 მილიონი დაჯდა ხაშურის სტადიონი და 2021-ში გაიხსნა. ავაზას ბაზა, ნორჩი დინამოელის ბაზა, სხვა სპორტული ობიექტები, რომლებიც უბრალოდ გაყიდეს უამრავი, მათ შორის აუზი, სხვა ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ დედაქალაქში, მე ვახსენე ბათუმი, ვახსენე სუგდიდი, ეს დიდი ქალაქები, როცა ერთ დღეში მიიღო სააკაშვილმა სტადიონის დანგრევის გადაწყვეტილება და მეორე დილით უკვე ნახევარი სტადიონი დანგრეული ყავდათ, რომ როგორმე სააკაშვილისთვის ეს სიამოვნებაა. ქართულ ფონდის დაფინანსებით აღდგა სანაკრებო საწვრთნელი ბაზა დიღომში, რაც $1.5 მილიონ დაჯდა. მოხდა აღნიშნული სივრცის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ნაკრები, როდესაც იკრიბებოდა საშინაო თამაშებისთვის, რა თქმა უნდა, იყო ყველანაირი პირობა და იყო ძალიან კარგი სიტუაცია. და შედეგმაც არ დააყრონა. ქართული ფეხბურთი ისტორიაში პირველად ევროპის რუკაზე გაჩნდა და ადგილსაც იმკვიდრებს, რაც არამხოლოდ სპორტული მიღწევაა. ფეხბურთმა უკიდურესად პოლარიზებული ერის გამთლიანება შეძლო. საქართველოს ისტორიული გამარჯვება თბილისის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნეს. მხურვალე ემოციების შეძახილებით ტაში, ფოიერვერკი, ავტომობილების კოლონა სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე საათი გაგრძელდა. ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორისა და თელავის ცენტრებში ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. სასწაულია პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველი ევროპის ჩემპიონატზე როცა ჯგუფიდან გადიხარ ეს არის მართლა საოცრება და კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს. არ შემიძლია არ გამოვყო ის მადლიერება, რომელიც გამოხატა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. თქვენ იცით, რომ როდესაც წარმატებას მიაღწია ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, გავიდა ქვეჯგუფიდან, მიიღეს ფულადი ჯილდო 30 მილიონი ლარის სახით და აქვე იყო განმარტება გაკეთებული, რომ შემდეგ მოგებებზეც 30 მილიონი იქნებოდა ჯილდო. ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად ისტორიული გარღვევაა რაგბიშიც.
ბორჯღალოსნებმა 6 ერის წევრი ნაკრებებიც დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონობაც შეინარჩუნეს, ხოლო ფრანჩიზული კლუბის შავი ლომი პირველად ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ კომერციულ ტურნირში მიიწვიეს. 100 მილიონი დახარჯა ფონდმა ქართულ ქვეყნის მასშტაბით სარაგბო კომპლექსების მშენებლობაზე და მორაგბეთა სრულიად ახალ პლეადას დაუდო საფუძველი. უკეთესები უნდა ვიყოთ ხვალ ვიდრე დღეს. ზეგ ვიდრე ხვალ. და ბოლო თამაშზე ვიდრე წინა თამაში. მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა. ობიექტის გახსნის ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ქართულ რაგბის პროგრამის ფარგლებში რაგბის სპორტული ობიექტების მშენებლობისთვის უკვე დაიხარჯა 100 მილიონი ლარი. ქართუს მიდგომით სარაგბო სტადიონთან ერთად შენდება საწვრთნელი მოედანიც, სავარჯიშო დარბაზიც, აუზიც და სასტუმროც კი მოწვეული გუნდებისთვის, რაც ამ სპორტში სულ უფრო მეტ ბავშვს იზიდავს და ეს წარმატების საძირკველია. თუ ადრე ჩვენი თაობის დროს მშობელს როცა მოყავდა ბავშვი რაგბზე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა მოედანი, არ არსებობდა საშხაპე, გასახდელი, საუბარი აღარ არის სატრენაჟერო დარბაზზე და ასე შემდეგ. დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ახალგაზრდა თაობისთვის და ზუსტად ამ კონკურენციაში და ამ პირობებში იზრდებიან ისეთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მორაგბეები, როგორც დღეს ჩვენ საქართველოს ყავს. საკუთარ ბავშვობას გავიხსენებ კლუბი ირელო დიდი ღომში, სადაც რკინიგზის ბორბლებს ვაგორავებდი და მე დიდად თამაშობდი და ერთ-ერთი პირობა შეიძლება ესეც იყო, იმიტომ რომ მიგდებული რკინიგზის ვაგონი იყო, სადაც ვიცლიდით და წყალი არ არსებობდა, დენი შუქი და ასე შემდეგ. ის ინფრასტრუქტურა შეიქმნა ბაზების სახით. მინდა ვთქვა, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტს 2017 წელს სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა 20 ლევანდელებში, საუკეთესო შეფასება მიიღო. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოსგან სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდების დარბაზში 15 ახალი წევრი დასახელდა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით რაგბის განვითარებას ხელს უწყობენ. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიო რაგბის მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კვეთა რაგბთან მასმის ცხოვრების მანძილზე არ ქონდა, ამხელა ინვესტიცია და ამხელა ხელმოქმედება განახორციელა, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დაუფასა მსოფლიო რაგბს. ამ დაჯილდოების კვალად მორაგბეებთან შეხვედრისას ივანიშვილმა მადლობა სპორტსმენებს გადაუხადა, ხოლო რაგბზე დახარჯული 100 მილიონი არც უხსენებია. ძალა იგრძნობა. დღესაც მოქმედი რაგბისტი არ არის. ნახეთ როგორი ძლიერია, როგორი მაგარია და რა თქმა უნდა ძალიან მახარებს. ცოტა უხერხულად კი უძნობთ ახლა, მაგრამ შეშმარიტად მიხარია და რა თქმა უნდა რაგბი ძალიან მიყვარს და მე პირადად და მე ვიცი მთელი საქართველო ძალიან დიდი მუხტი მისცეს და ძალიან დიდი ძალა ჩაუბერეს და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მე პირადად სპორტი ძალიან მიყვარს, სპორტსმენები ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრს ვიცნობ, ერთად მეგობრობ. და ყველას ვალია, რომ საერთოდ სპორტი უნდა აღორძინდეს და რაგბი მე მგონი შეიძლება ქართველების სპორტი გახდეს ოდესღაც. თუ კი სადმე გინახიათ, რომ ქართულს ნიშანი მაინც არის იქ და მე პრინციპულობით ამას ვცდილობდი და რომ ყველა თამაშზე გამოანათოს, იმიტომ რომ ცირედად მაინც ხალხმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ თვითონ თავს იკავებდა, მაგრამ ცირედად და უფრო მეტად და გვაქვს იდეა, რომ ერთ-ერთ აი აბჭალის მოედანს ზუსტად ქართულ არენა დაერქვას, რომ ეს ისტორიულად დარჩეს, იმიტომ რომ მაგალითი იყოს სხვებისთვისაც და ასევე იმ სიმბოლოდ ქართული რაგბის, ესე ვიტყოდი, გადარჩენის და სხვა ეტაპზე გადაყვანის. ქართულ ფონდის ძალისხმევით სარაგბო ინფრასტრუქტურა რეგიონებში შევიდა და უკვე ყველას მიეცა ევროპული ხარისხის ტრენაჟორებზე, დარბაზებსა და მინდვრებზე ვარჯიშის საშუალება. თანამედროვე აღჭურვილობის სპორტული კომპლექსები ფონდმა ქართულ საქართველოს რაგბის კავშირს გადასცა. სამივე ბაზაზე ბუნებრივი და ხელოვნური საფარიანი მოედნები, სავარჯიშო დარბაზები, დოპინგ კონტროლის და ვიდეო ანალიზის ოთახები, ასევე ყინულის და საცურავო აუზებია განთავსებული. ძალიან მინდოდა რომ მეთამაშა მანამდეც, მაგრამ არ იყო შესაძლებლობა და უფასო არ იყო რაგბში სიარული. შემდეგ უკვე დაიწყო უფასოდ სიარული რაგბში და ჩვენც შევედით. ჩვენ გვიყვარს რაგბი. მსხვილი სარაგბო კომპლექსი აშენდა თელავშიც და შედეგად რაგბმა კახეთის სოფლებში შეაღწია, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. 2018 წლიდან ქართულ ფონდმა აშენა ეს ბაზა, გადაცა რაგბის კავშირს და თელავის ბავშვები სრულიად უფასოდ გამოიყენებენ ამ ბაზას. 6 კერა გვაქვს სოფლებში, ერთი არის
წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, შაველი, ნაფარეული და იყალთო. სამომავლო გეგმები გვაქვს, გვინდა პლუს შევიდეთ მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყვარლის მუნიციპალიტეტში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და იქაც განმოვითაროთ რაგბი. ჩვენი გეგმა ეგ არის, რომ აი ამ ბავშვებმა ითამაშონ ჩვენს ზედა ლიგაში, ჩვენ ხო ვართ ახლა პირველ ლიგაში და ჩვენს მაღლა არის ერთი ლიგა, რომელსაც დიდი ათი ქვია. აი ზუსტად ეგ არის ჩვენი მიზანი, რომ აი ამ ბავშვები თავიდეთ იქ. სტადიონის გახსნის პირველივე წელს თელაველი მორაგბეების საერთაშორისო ტურნირში ჩაერთნენ და სტუმარ გუნდებსაც შინ უმასპინძლეს. შეიქმნა ყველა ის სტანდარტი, რომელიც თუ კი რამე შეიძლება იყოს საერთაშორისო აკმაყოფილების. ეს არ არის მოჭარბებული სიტყვები. ყველა მივიდეს და ნახოს თითოეულ ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში და რა გამოიწვია ამან რა შედეგები. მსოფლიო რაგბის მთავრობისა და ფონდ ქართუს ხელშეწყობით რაგბის საბავშვო პროგრამა საჯარო სკოლებშიც ინერგება, რაშიც უკვე 100-ზე მეტი სკოლაა ჩართული. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ბავშვები გუნდურობას, სტრატეგიულ აზროვნებას, ერთმანეთისა და უფროსების პატივისცემას სწავლობენ, რაც რაგბის სპეციფიკაა, მესამე ტაიმის ფენომენთან ერთად. სტადიონზე თუ პირველი ორ ტაიმში ვეჯახებით და ვამტრობთ ერთმანეთს, მესამე ტაიმში ეს ყველაფერი ვივიწყებთ და უკვე მიდის кейფი, ერთმანეთის ჩახუტება, ლუბისმა, გაცნობა ერთმანეთის და სიყვარული რა. მაგარი ხალხი ვართ ეს ქართველი. თამაშს მე მეგობრობ, მოკლედ რაც თავარია. შერიგების ტაიმია მესამე ტაიმი. ხო, შერიგება რა. ეგ არის. მესამე ტაიმი შერიგების და ჩახუტების ტაიმია. ფონდ ქართუს დაფინანსებით სარაგბო სტადიონები და კომპლექსები აშენდა რუსთავში. დამონტაჟდა განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები, რაც 7 მილიონი დოლარი დაჯდა. სტადიონის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა და სასტუმრო სოფლებიდან მოწვეული სპორტსმენებისთვის მოაწყო ასპინძამ. ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი. ფაქტიურად მშენებლობა გასტანა 2 წელი და დღესდღეობით უკვე ბაზა სრულყოფილია. დაფინანსება მოხდა მეძინა ივანიშვილის ატოსა და ბურჯის მეშვეობით. არ იყო კარგი სტადიონი, ეხლა გააკეთეს, ძალიან მინდა მალე დაიწყოს ვარჯიშები. ახალი სარაგბო ბაზა დიდი ღომში. ბაზა ლელოს არენანსი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. აღნიშნულ სპორტულ კომპლექსში განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ცენტრი ასევე აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟერო და მოსასვენებელი ოთახებით. აღარ ვამბობ უკვე ქუთაისის ბაზაზე, სადაც ვიტყოდი, რომ ეს არის ქართული რაგბის ჰაბი, სადაც თავი მოიყვანა ყველაფერმა, უნდა ნახოთ რა როგორი ბაზაა, სრული თავისი სასწყვები, თავისი სასტუმროთი, თავისი სამედიცინოებით და 1000 ბავშვი მეტი ყავთ ჯამში. ფონდ ქართუს დახმარებით აშენდა ეს ყველაზე დიდი და ყველაზე კომფორტული ბაზა საქართველოში. აქ ახლავს 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო მოედანი. ქუთაისში ტარდება ერთ-ერთი ჯგუფი თამაშობს ქუთაისში მსოფლიო ჩემპიონატის რაგბის 20 და ასაკში, რაც ქალაქისთვის უკვე ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესევე არის ლელოს ბაზა, იცით რომ ლელო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლუბია, თითქმის 30-40% ბავშვების იქიდან მოდიან და ზუსტად ის ლელოა რომ გიყვებოდით, ვთქვათ რკინის საბურავებს, რკინიგზისას ვაგორავებდით და თავით ბავშვები ქვას ეხეთქებოდნენ და 1000 ასე შემდეგ იყო. თუმცა ერთია სპორტული კომპლექსის აშენება და მეორე მისი მოვლა შენახვა, რაც ასევე დიდძალით ანხაჯდება და რაც ასევე ქართულ ფონდმა დაფარა. ამ ინფრასტრუქტურის შენახვა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ამ წლების მანძილზე ქართულ ფონდი ინახავდა ამ ყველაფერს დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდებოდა წელიწადში ამ ინფრასტრუქტურის შენახვა. ახალი სარაგბო სტადიონები მოეწყო ვაზისუბანში, გორში, ბათუმში. აჭარაში პირველი სარაგბო ბაზა არის და შესაბამისად აქამდე არ ქონდათ პატარა მოთამაშეებს თუნდაც განვითარების საშუალება, იმიტომ რომ გვიწევდა შედარებით რთულ პირობებში ვარჯიში. ზუგდიდში სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქალთა რაგბსაც მისცა ბიძგი. გოგონები ბიჭებთან ერთად ვარჯიშობენ, რაც მათთვის დამატებითი გამოწვევაა. თუმცა მწვრთნელის თქმით, ბიჭებს სტოლს არ უდებენ. დავდეთ შედეგები როგორც ბიჭებთან მიმართებაში, გოგოები ხო ფანტასტიკურად,
რა ვიცი, საქართველოს სახელით წარდგნენ უამრავ ქვეყანაში მიიღეს მონაწილეობა და ანუ ესენი რომ მარტო ქვეყანას კი არა, ეს გოგოები ჩვენს კუთხეს, ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქალაქიდან გამომდინარე მთლიან საქართველოს წარმოადგენენ და ასახელებენ და რა ვიცი, ესეთ ბიჭებს და გოგოებს ხელი უნდა შეუწყოთ. სწორედ ამ მასობრივ ინფრასტრუქტურულ განვითარებას და რაგბიში ახალბედა სპორტსმენების მასობრივ შედინებას უკავშირდება ბორჯღალოსნების ბოლოდროინდელი ისტორიული მიღწევები. ჩვენ მოუგეთ ტერ-1-ის ქვეყნებს, ანუ უმაღლესი დონის სარაგბო ქვეყნებს, იტალიას ძალიან კარგად ახსოვს ხალხს გამარჯვება უელსში, ასე რომ თაობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თაობა მოდის ძალიან მაგარი თაობა მოდის ქართულ რაგბიში, რაც კარგად გამოჩნდა 6 ერის 18 წლამდელების ჩემპიონატზე. საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინში. მოგეხსენებათ, რომ 10 ივლისს აი ამ არაჩვეულებრივ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ეთამაშება იტალიის ნაკრებს და მთელი საქართველოს ჩართულია საგულშემატკივრო პროცესში. დღეს საქართველოს მე მგონი 28 ქალაქში იქნება სარაგბო ზეიმი. 28 ლოკაციაზე გამართულია დიდი ეკრანები და ყველას აქ შეიძლება უყუროს. იქ პატარა დღესასწაულები მოეწყობა, ამაზე საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ. აღარ ვამბობ აჭარაზე, სადაც უამრავი ღონისძიებებია. ალბათ დეტალებს შემდეგ უფრო გაშლით. სავსეა მთელი აჭარა ხალხით, ბათუმი, მოედანი სრულიად შევსებულია და დიდი დღესასწაული გველის. გამოდიან! ეს სანიშნავი გარემო არის, მეგობრებო. ხადია ამ შობლო სახადე ყველაფერი ისტორიული იყო. გადაჭედილი ტრიბუნებიც, არნახული გულშემატკივრობაც, საერთაშორისო გაშუქების მასშტაბიც და რა თქმა უნდა შედეგიც. პირველი დონის გუნდი დავამარცხეთ, იტალია დავამარცხეთ. იტალია დავამარცხეთ. ეს უდიდესი განაცხადი არის იმისთვის, რომ ჩვენ წავიდეთ წინ. სანამ ომის პარტიას მიეყიდებოდა ექს-პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილის მიერ დათესილ სპორტულ წარმატებებზე ქულების დაწერას თავად ცდილობდა. ისიც და ექს-პრემიერიც ივანიშვილის ღვაწლსაც ხედავდა და ქველმოქმედებასაც. დღეს კი Deep State-ის მარიონეტებად ქცეულები სანქციას იმსახურებსო, ბოლო ხმაზე ყვირიან. ეს არის, ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. აქ რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის და ქართუს პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ეს მხარდაჭერა რაგბის, ჩვენ ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით და ის ინვესტიციები, რომელიც ფაქტობრივად მოშლილ არარსებულ ინფრასტრუქტურაში იყო ჩადებული დაახლოებით 200 მილიონი, ეს ამ შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. და აქაც არ შეჩერდა ფონდი ქართუ. მისმა დაფინანსებამ მოიცვა ტანვარჯიში, ჭადრაკი, კრივი, ჭიდაობა, ძიუდო, კარატე, ხელბურთი, საწყლოსნო სპორტი, ჩოგბურთი, ფარიკაობა. და არის წარმატებაც ყველა იმ სახეობაში, სადაც ქართულ ქველმოქმედების მარცვალი ჩააგდო, როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატებზე და სამივე ხარისხის მედლები, ქალებშიც და ვაჟებშიც. უმაღლესი პირობები გვაქვს ჩვენ თვითონ ადგილზე, მაგრამ გვიჭირს სპარინგ პარტნიორი. და აი ამის გამო ჩვენ ხშირად გავდივართ უცხოეთში. ეხა პირიქით ვიზავთ, რომ მოვიწვევთ აქეთ რა, აი როგორი სიტუაცია იქნება პანდემიის შემთხვევაში, მოვიწვევთ დიდი სიამოვნებით ჩამოვა ყველა ქვეყანა და ისპარგიგებს ჩვენთან და ჩვენ უფრო იაფი დაგვიჯრება და ხელსაყრელია ამ კუთხით. ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, სპორტის მთელ რიგ სახეობებში საქართველოს ისეთი მოწინავე ინფრასტრუქტურა აქვს, რომ უკვე სხვა ქვეყნების სპორტსმენებს იზიდავს სავარჯიშოდ და ეს ადგილობრივი კლუბებისთვის ფინანსური მდგრადობის პოტენციალია. თუ მანამდე გვიწევდა თურქეთში წასვლა, იტალიაში და ასე შემდეგ, სრულად ასივე დღე გატარებული იქნა შევარდენის ბაზაზე და კითხეთ ბიჭებს თუ როგორი ყოფილება აქვს და ასე შემდეგ. და ისინი თამაშობენ ისეთ კლუბებში როგორც ლიონი და ლაროშელი და სხვა და იმ ხარისხშიდან რა თქმა უნდა გაუჭირდებოდათ სხვა პირობებში მომზადება. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ქართული რაგბის სახელით და თითოეულ ადამიანს, რომელსაც მან წლების მანძილზე რა თქმა უნდა
ის წლების მანძილზე გვერდში დაუდგა და არა მხოლოდ ადამიანს სხვადასხვა სპორტის სახეობებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავალში აისახება. მით უმეტეს, რომ გლობალური ომის პარტიას წამზომი ჩაერთო. ინაუგურაციიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა 100 ბრძანებას მოაწერა ხელი, რითაც ბაიდენისა და დიპ სტეითის გაფუჭებული საქმეების გამოსწორების პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ნაწილი იყო ინაუგურაციაზე ეკვადორის პრეზიდენტ ნობოას მიწვევაც, რომლის ჩამოგდებას ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ამაოდეცადა, როგორც ქართული ოცნების, მათ შორის ვადაგასული პრეზიდენტის, ლასოს მხარდაჭერით. ნობოა კაპიტოლიუმში ესწრებოდა ტრამპის ინაუგურაციას. ომის პარტიის მიწვეული ზორაბიშვილი კი ტელევიზორში ადევნებდა თვალს, ხოლო ეკვადორის ექს-პრეზიდენტი ლასო ასევე ტელევიზორში, ოღონდ ციხეში.